სადღესასწაულო წირვა ლოცვა საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესიაში ჩატარდა. ზუგდიდში ვერის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა მეუფე გერასიმე მაღავლინამ. საღვთომსახურება ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან ერთად დაესწრო ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელი, ასევე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე. გარდა ამისა, ოკუპირებულ აფხაზეთთან ყველაზე ახლოს მდებარე საკათედრო ტაძარში მოსაუცად მრევლი ოკუპირებული ტერიტორიიდანაც გადმოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ მენგურის ხიდი ოკუპანტებმა გუშინ საღამოს 7 საათიდან ჩაკეტეს. ზუგდიდში აღდგომა პირველად ფოიერვერკებითაც აღნიშნეს. ხარია რომ აღდგომის დღესასწაულს ხვდები ზუგდიდში ოჯახთან და მეგობრებთან ერთად და სწორედ სამეგრელოდან ყველა ქართულ ოჯახს უსურვებ გამარჯვებას, ხნეობას, უკეთეს მომავალს და დარწმუნებული ვარ ჩვენი ქვეყანა გადალახავს ყველა სიტუაციას და როგორც საბოლოო ჯამში სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე, სწორედ აი ასევე უკეთესი მომავალი გაიმარჯვოს მძიმე აწმყოში. მე მინდა უსურვო ყველა ადამიანს, რომ ყველა ტიპის პრობლემა, რომელიც მას გააჩნიათ, ისე გადაჭრილი იყოს, როგორც ესენი იმსახურებენ, როგორც ისახურებს ევროპული ღირებულებების მქონე სახელმწიფო, როგორც იმსახურებს ჩვენი არაჩვეულებრივი ელი. ეს არის დღე, ერთ-ერთი უდიდესი დღე კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ადამიანს უკტავება აჩუქა უფალმა. ეს არის დღე, როდესაც სიკეთემ გაიმარჯვა ბოროტებაზე. პირველ რიგში უსურვებ ჩვენ ქვეყანას ღვთის მადლით და აღდგომის მადლით გაერთიანებას, გამთლიანებას და უკეთეს მომავალს, დამშვიდებას და გამარჯვებას საღი აზრის.